საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა წმინდა აბოს სახე. აბო თბილელი ერთ-ერთი უდიდესი მოწამეა საქართველოს ისტორიაში. იგი არაბეთიდან ნერსეერის თავთან ერთად ჩამოვიდა და შემდგომში, როცა მისი ღვაწლი და დამსახურება შეაფასა იოანეს აბანისძემ, მან აღნიშნა, რომ დაცემული, განადგურებული და მურვანყრულ შემოსევების შემდეგ ზედმეტად გაჭირვებული, წაქცეულ ლერწამს დამსგავსებული საქართველო აბომ ფეხზე წამოაყენა, მას მიმბაძველები გაუჩნდნენ. ქრისტიანებს გაუჩნდათ სურვილი, კიდევ უფრო მონდომებულნი, კიდევ უფრო ძლიერნი ყოფილიყვნენ თავის სარწმუნოებაში. წარმართებს კი გაქრისტიანების სურვილი აღეძრათ. ასე რომ იოანეს აბანისძეს კარგად ესმოდა და უნდოდა შთამომავლობისთვისაც ეთქვა, რამხელა როლი შეასრულა აბომ საქართველოს ისტორიაში. როგორ შეძლო მან ქვეყანა გადაესხვაფერებინა და იმ უმძიმესი ვითარებიდან დაეხსნა, რომელშიც ქვეყანა მაშინ იყო ჩავარდნილი. წმინდა აბო აბრამიანი იყო, ისმაელის შთამომავალი და არაბიელთა თესლი, როგორც ამბობს მის შესახებ იოანეს აბანისძე. იგი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ნერსეერის თავთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ იგი სულ 17-18 წლის იყო, ამიტომ იოანეს აბანისძემ შენიშნა, რომ აბოს ჩამოსვლა საქართველოში არ იყო მხოლოდ მისი სურვილი, რადგან როგორც წესი, ასეთ ასაკში, ასეთი ახალგაზრდები ასე არ იქცევიან, ისინი არ ტოვებენ მშობლიურ კერას და მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან ყოფნას უფრო სასურველად არ მიიჩნევენ, ვიდრე ოჯახურ გარემოში და მშობლებთან ერთად ცხოვრებას. ამიტომ იოანეს აბანისძემ შენიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ აბოს გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო სურვილი უფლისა და მან თქვა, რომ აბომ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა თავისი გონებით, არამედ უფლისნებით და ამიტომ მათ შესაძლებლობა მიეცა წმინდა აბო მიემსგავსებინა ერთ-ერთი პირველი დიდი ადამიანისათვის, რომელიც უფლის სახელითა და მეთაურობით მოგზაურობდა. კერძოდ მან იგი აბრაამს მიამსგავსა, რადგან ნეტარი აბრაამი ის დიდი მამაა, რომელიც უფალმა გაიყვანა თავისი ტერიტორიიდან, წაიყვანა მისთვის უცხო ქვეყანაში, მაგრამ ეს უცხო ქვეყანა აღთქმული ქვეყანა იყო წმინდა აბრაამისთვის. აი ასევე აბოც ჩამოვიდა მისთვის უცხო ქვეყანაში, ქართლში და აქ მისთვის აღთქმულ ქვეყანაში დაიმკვიდრა თავი. მან ამით მოახერხა დაეძლია ის ზღაპრული რჯული, როგორც იგი თვითონ უწოდებს ისლამს და მის ნაცვლად მიიღო ის რელიგია, რომელიც მისი აზრით იყო ერთადერთი ჭეშმარიტი, ერთადერთი მაცხოვნებელი და უფალთან ერთად ყოფილიყო სამოთხეში, რაც მისი და არა მხოლოდ მისი, არამედ ნებისმიერი მორწმუნე ქრისტიანის უდიდესი სურვილია. ჩვენ არაფერი ვიცით წმინდა აბოს გარეგნობის შესახებ. ესეც არ არის შემთხვევითი, რადგან აგიოგრაფია, როგორც წესი, არ ამახვილებს ყურადღებას წმინდანის გარეგნულ მონაცემებზე. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მთავარია, თუ რა სულიერი შესაძლებლობები, რა ძალა ჰქონდა წმინდანს, როგორ გამოირჩეოდა იგი თავისი მჭევრმეტყველებით, როგორ ასწავლიდა იგი ადამიანებს და რამდენად სათნო, რამდენად საჩინო მაგალითი იყო იგი შემდგომი დროის შთამომავალთათვის, შემდგომი დროის თაობებისათვის. კერძოდ, წმინდა აბოს მჭევრმეტყველებასთან დაკავშირებით, მინდა კიდევ ერთი პარალელი მოვიყვანო და წმინდა აბო შევადარო პავლე მოციქულს. ეს შედარებაც იოანეს აბანისძემ მოგვცა, რამდენადაც წმინდა აბო არა მხოლოდ სიცოცხლით, არამედ სიკვდილითაც დაემსგავსა ამ დიდ მოციქულს, მოციქულთა თავს და ამიტომ მისი მადლი ამით თითქოს გაორმაგდა, როცა ამ წმინდა ადამიანში იგულისხმებოდა პავლე მოციქულის ძალმოსილებაც და ის მადლიანობა, რომელიც პავლე მოციქულს მიეცა. კერძოდ, პავლე მოციქულიც არ იყო თავიდან ქრისტიანი, პირიქით, იგი მაშინ სავლე, ან რომ თქვათ მისი ებრაული სახელით საული, ერთ-ერთი მდევნელიც იყო ქრისტიანეთა, მაგრამ როცა იგი დამასკოს გზაზე მიდიოდა და მიერეკებოდა ქრისტიანებს იქ სატანჯველად და საწამებლად, მას შუაღამისას გამოეცხადა უფალი, რომელმაც მიმართა: საულ, საულ, რა ისა მდევნი მე?
აი ამ წინადადების მოსმენის შემდეგ პავლე მოციქული უკვე მაშინდელი საული მომენტალურად პავლე მოციქულად გადაიქცა, გარდაიქმნა, იმიტომ რომ ის მიხვდა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სჯული სწორედ ის იყო, რომლის წინააღმდეგაც იგი ასე მოქმედებდა და ამის შემდეგ მან დაიწყო სიყვარულის საოცარი ქადაგება. სწორედ ასეა წმინდა აბოც, იგი ქრისტიანთა სიყვარულს ქადაგებს, იგი ქრისტეს სიყვარულს ქადაგებს და თუ გავიხსენებთ ტექსტიდან, მისი სიკვდილის მიზეზიც სწორედ ეს ხდება, რომ მან თვით ამირასაც ქრისტეს სიყვარული უქადაგა. კერძოდ, როცა ამირამ მკითხა მას თუ რა სიტკბოება აქვს ასეთი ქრისტეს რჯულს, რომ ასე ახალგაზრდა კაცს სასიკვდილოდ არ გენანება თავიო, აბომ უპასუხა, გაქრისტიანდი და გაიგებ, როგორ ტკბილია ქრისტეს სარწმუნოებაო. აი ამან გამოიწვია სწორედ, რომ განრისხებულმა ამირამ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაშინ აბო ასეთნაირად მოიქცა. მან ჯვარის სახით დაილაგა ხელები ზურგზე, გადაიჯვარედინა ზურგზე, ანუ თავი მოუხარა מחვილს და მიაბარა სული უფალს ყოველთა შემწყნარებელს. მას სამჯერ მოუქნიეს מחვილი, რომ იქნებ შეეშინებინათ, მაგრამ ვერ განაშორეს ქრისტეს სარწმუნოებას. სწორედ ასე, სწორედ ამგვარად ჯვარის სახით ხელ უკან დასხმული და შეშინებული და ვერ შეშინებული უფრო სწორად, ანუ სწორედ ასე დაისაჯა პავლე მოციქულიც, ცდილობდნენ მისთვისაც, რომ გადაეთქმევინებინათ ქრისტეს სიყვარული და მასაც სამჯერ მოუქნიეს מחვილი. ანუ წეღან როგორც მოგახსენეთ, აბო სიკვდილითაც და სიცოცხლითაც გავს პავლე მოციქულს, სიყვარულითაც გავს მას მაცხოვრის სიყვარული და შემდეგ ქადაგებით ქრისტეს სარწმუნოების უპირატესობისა და ამიტომ ის არა მარტო მჭევრმეტყველი, არამედ მოსიყვარულეც არის უფლისა და უშიშარი მქადაგებელი, სწორედ ისეთი, როგორიც პავლე მოციქული იყო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ინარჩუნებდა ასეთი ახალგაზრდა კაცი თავის ახლად მიღებულ სარწმუნოებას და როგორ ცდილობდა, რომ არ შემცდარიყო იგი და არ გარდადრეკილიყო ჭეშმარიტი გზიდან, ამაზეც იოანე საბანისძე რამდენჯერმე გვაუწყებს ტექსტში. კერძოდ, მასთან მიდიოდნენ არა მხოლოდ არაბები, არამედ ქართველი ქრისტიანებიც და ქართველი არაქრისტიანებიც. ყველას თითქოს თავისი მიზანი ჰქონდა. არაბებს რა თქმა უნდა უნდოდათ, რომ აბო ისევ ისლამზე დაებრუნებინათ. ქართველ ქრისტიანთა ნაწილს სურდა, რომ იგი გადაერჩინა როგორმე ასეთი ახალგაზრდა კაცის სიკვდილით არ დაესაჯათ არაბებს და ამიტომ ურჩევდნენ, რომ გარიდებოდა დევნასა და წამებას, დაეცვა თავი. სხვანი ურჩევდნენ მას უკვე არაქრისტიანი ქართველები, რომ მიეღო ისევ თავისი სარწმუნოება, დაბრუნებოდა თავის ჯულს და სასიკვდილოდ არ გაეწირა თავი. მაგრამ პირველებს, ანუ მისი სიყვარულის გამომხატველებს აბო ეუბნებოდა, რომ იგი არა მხოლოდ ტანჯვისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც მზად იყო ქრისტესთვის, ხოლო მეორეებს, რომლებიც მის შეშინებას ან და მის შეცდენას ცდილობდნენ, აბო საერთოდ არ პასუხობდა. იგი ჩუმად იყო და როგორც ჰაგიოგრაფი შენიშნავს, უღარღილოდ ფსალმუნობდა, რაც ნიშნავს, რომ გულში წარმოთქვამდა ფსალმუნს, ხმით არ გამოთქვამდა ამ სიტყვებს და ცდილობდა, რომ თვითონ ყოფილიყო ყოველთვის უფალთან და ყოველთვის ყოფილიყო მლოცველი და უფალთან შეკავშირებული. აი ამან მას მისცა საშუალება ყოფილიყო მტკიცე, არ გადადრეკილიყო ჭეშმარიტი გზიდან და შეენარჩუნებინა თავისი სარწმუნოება. იგი ასეთ რამეს ამბობს, ძალიან საინტერესოს. მე რისა უნდა მეშინოდეს, როცა ვგრძნობ, უფალი ჩემს მარჯვნივ არისო. ან და უფალო შენ ჩემთან ახარ, რისა მეშინოდეს. აი ეს ფრაზები გამოხატავს, როგორ გრძნობდა იგი უფლის თანადგომას, როგორ გრძნობდა, რომ უფალი მას ეხმარებოდა ყველა გასაჭირში და იოანე საბანისძე ამით ცდილობს გამოხატოს, როგორი რჩეული იყო ნეტარი აბო. ამ რჩეულობის არაერთი მაგალითი გვაქვს ნაწარმოებში. სანამ ჩვენ ამ საკითხზე გადავალთ, მე მინდა კიდევ ორიოდე პარალელი გავავლო აბოსთან დაკავშირებით იოანე საბანისძეზე დაყრდნობით. იოანე საბანისძე მას სტეფანე პირველმოწამესაც ადარებს. სტეფანე ის ადამიანია, რომელმაც პირველმა სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქრისტეს სარწმუნოება. ეს არის პირველი ადამიანი, რომელიც ჩაქოლეს, რადგან მან არ უარყო ქრისტეს რჯული და მტკიცედ დადგა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ერთხელ მიიღო.
სტეფანე პირველმოწამე 27 დეკემბერს ჩაქოლეს და იოანე საბანისძემ როცა შეამჩნია ასეთი რამ, ის კარგი ამომკითხველია ძალიან. ესეც გავიხსენოთ, რომ აგიოგრაფები არ ამბობენ ცდარ ფაქტებს, ისინი ამოწმებენ ყველაფერს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჭეშმარიტება გადმოსცენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, იგი ამ ფაქტს ვერ გამოიგონებდა, მაგრამ კარგად გამოიყენა და კარგად ამოიკითხა უფლის ნება. კერძოდ, რადგან 27 დეკემბერს ჩაქოლეს სტეფანე, ხოლო 27 დეკემბერს დააპატიმრეს აბო და დაიწყო მისი მოწამეობრივი გზა, იოანე საბანისძემ შენიშნა, რომ აი ამით წარმოჩნდა, რომ აბოს სახით ჩვენ ახალი სტეფანე გაგვიჩინა, ახალი სტეფანე გვაჩუქა უფალმა. სტეფანემ თავისი უღელი სადღაცამდე მოიტანა და ამის შემდეგ უკვე ამ უღელს აბო უნდა შესდგომოდა და მას უნდა გაეგრძელებინა სტეფანე პირველმოწამის გზა. ასე რომ იგი მოწამეთა ერისთავი, როგორც იოანე საბანისძე ამბობს, მოწამეთა თავი ხდება, იგი სტეფანე პირველმოწამის გვერდით დგება და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რამდენად დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება და რამდენად დიდი მოწამის ავტორიტეტი აქვს მას იოანე საბანისძისა თუ იმდროინდელი თუ გნებავთ ამდროინდელი ქართველობის თვალში. გარდა ამისა, კიდევ ერთი პარალელი ვთქვათ. პირველი, ვინც დაიწყო წმინდა ცხოვრება, ანუ ვინც მიატოვა ეს სოფელი, რადგან გახსოვთ ალბათ, რომ ქრისტიანობა გვაუწყებს ჩვენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის უნდა იყოს ზრუნვა სასუფევლისათვის, ზრუნვა სულის გადარჩენისათვის. სხვადასხვა გზა არსებობს, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც ბრძანებს ხსნა ყველგან არისო, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გზა სულის ხსნისა და სულის პატივისცემისა არის, რომ გახდეს ადამიანი მონაზონი, გავიდეს უდაბნოში, უარი თქვა სამსოფლიურ დიდებაზე და მონასტრულ ცხოვრებას მიიღოს ხელი. პირველი, ვინც ეს გააკეთა, იყო ანტონი დიდი. იოანე საბანისძე შენიშნავს, რომ აბონს ახალი ანტონია, რადგან მან 17 იანვარს, ანუ ანტონი დიდის ხსენების დღეს, დაიწყო მარხვა და დუმილი და იქვე შენიშნავს. ამით ის გაცილებით უფრო დიდი ღვაწლის აზიდვას ცდილობდა, ვიდრე თვითონ ანტონი, რადგან ნეტარი ანტონი უდაბნოში განმარტოებული ადიდებდა ღმერთს, მარხულობდა და დუმდა. აბო კი შუა ქალაქში იყო, ამიტომ იგულისხმება მას გაცილებით მეტი ვინმე ელაპარაკებოდა, გაცილებით ბევრ ადამიანთან უხდებოდა ურთიერთობა, ვიდრე განმარტოების შემთხვევაში, მაგრამ აბო შუა ქალაქშიც ინარჩუნებდა მარხვისა და დუმილის სურვილს და არ დაარღვია ეს თავისი აღთქმა და ზუსტად შეასრულა 3 თვის განმავლობაში. ამით მასო იგივე ძალა მიეცა იოანე საბანისძე ამბობს, რაც ანტონი დიდს ჰქონდა და იგი ახალი ანტონი გახდა. მან გაიძლიერა თავი და მართლაც თუ დავაკვირდებით, ერთი საინტერესო დეტალია ნაწარმოებში. თავიდან წმინდა აბო ვერ ბედავდა გაქრისტიანებას. მან გადაწყვიტა თავისი განათლებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის ნაკითხი ადამიანი იყო და როცა ჩამოვიდა საქართველოში, მან აქ ისწავლა ქრისტეს რჯული და ისწავლა ძალიან ბევრი რამ. იგი დაადიოდა ეკლესიებში, ადამიანებს უსმენდა, ეკითხებოდა და მიიღო განათლება ქრისტიანული თვალსაზრისით. ისე რომ მან განსწავლიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი რჯულია და არა უბრალოდ. და სხვათა შორის ესეც არ არის შემთხვევითი აგიოგრაფია ამას ხას რომ უსვამს. იმიტომ რომ წმინდა მამები ჩვენ ასე გვასწავლიან, რომ ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რწმენა აქვს, უფლის თვალში მონაა, ხოლო ის ადამიანი, რომელსაც რწმენასთან ერთად განათლებაც აქვს, უფლის თვალში მეგობარია. იოანე საბანისძე სწორედ ასე გვეუბნება, რომ აბო უფლის მეგობარი იყო და ჩვენცო, რადგან ქრისტემ თავისი სისხლით გამოგვისყიდა და მეგობრობისკენ მოგვიწოდა, მოდი ჩვენც მეგობრები გავხდეთ და ისე ნუ მოусმენთ აბოს წამებას, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, არამედ გავიაზროთ ეს და ჩვენ შევეცადოთ, რომ მასავით უფლის მეგობარი ვიყოდო. ასე რომ განათლებულმა, განსწავლულმა აბომ გადაწყვიტა, რომ მონათრულიყო, მაგრამ მას ეშინოდა. არაბებისა ვერ ბედავდა ამას, რადგან თბილისში ამირა იჯდა მოგეხსენებათ და ისინი აქ ყველაფერს აკონტროლებდნენ. აი მაშინ ნერსე როცა იძულებული გახდა გაქცეულიყო ხაზარეთში, აბომ უკვე ხაზარეთში გადაწყვიტა გაქრისტიანება, იქ უკვე მას აღარ ეშინოდა არაბების და შიში დაძლია, მაგრამ
ყველაზე საინტერესო, რაც იოანე საბანისძის აზრით არის, გახლავთ, რომ აბომ უკვე გაქრისტიანებულმა, ანტონი დიდის მიბაძვით, მარხველმა, დუმარემ უკვე მიიღო განსაკუთრებული ძალა. როცა აფხაზეთში მას აფხაზეთის მთავარი სთხოვს, რომ არ წავიდეს თბილისში, რადგან იქ შეიძლება აწამონ. აფხაზეთი კი ამ დროისათვის სრულიად დაცული იყო არაბული აგრესიისაგან და არაფერი ემუქრებოდა მას აფხაზეთში დარჩენის შემთხვევაში, ნეტარმა აბომ მიუგო. განასაანთელს ვინმე ანთებს მაგიდის ქვეშ. იგი ხვიმირას ახსენებს. ხვიმირა დახურული ხის საშუალება, დახურული ხის ყუთი, რომელშიც ხორბალს ინახავენ, თქვათ და რომელსაც ამოწმებენ იმით, რომ სანთელს ანთებენ შიგ და თუ საიდანმე ეს სანთელი გამოჩნდა, ესე იგი ხვიმირა გაფუჭებულია და საჭიროა იგი შეკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეინახავს მას იქ მარცვალს ქრისტიანი გლეხი, პროსტორად. ანუ ხვიმირა თუ გაფუჭებულია, გლეხი იქ ვერ შეინახავს მარცვალს და აბო ამბობს, რომ მე არ მინდა ვიყო სანთელი ხვიმირაში, ანუ სანთელი, რომელიც არსაიდან ჩანს. არამედ დაე დამინახონ, დაე გაიგონ, რომ მე ვარ ქრისტიანი და მე ვიქნები სანთელი სასანთლეზე დადგმული, სანთელი გაწყინებული. ანუ ნათლობის ძალამ, მარხვის ძალამ, მას მისცა იმის შესაძლებლობა, რომ გადაელახა შიშის სიკვდილისა. ის უკვე ძლიერ წმინდანად ძლიერ ქრისტიანად ჩამოყალიბებულიყო და როცა აბო თბილისში დაბრუნდა აფხაზეთიდან გაქრისტიანებული, ის უკვე სრულიად დაუმალავად, აშკარად და ყველას თანდასწრებით აღიარებდა თავის ქრისტიანობას და აშკარად ამბობდა, რომ ის იყო ქრისტიანი, მზად იყო წამებისათვის თუ საჭიროა და მზად იყო იმისთვის, რომ დაეცვა თავისი რჯული. აი ამგვარად მან შიში დაძლია, ისიც გვასწავლა შიში როგორ უნდა დავძლიოთ ჩვენ და გახდა ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, მან უდიდესი მეოხება გამოაჩინა ქართველთა მიმართ და აი ამ დაცემულ შეშინებულ ქართველებს სარწმუნოებრივი განმტკიცებისათვის მოუწოდა. კიდევ ერთ თვისებაზე შევჩერდეთ, რადგან ქრისტიანისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თვისებად ითვლება, თუ ის არის ქველმოქმედი, თუ მას შეუძლია გასცეს, რადგან ქრისტიანობა გვასწავლის მიეცი და მოგეცეს. აი ამიტომ აბომ, რომელსაც თვითონაც ბევრი არაფერი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდა ძალიან კარგად, როგორ უჭირდათ მის დროში, როგორ უჭირდათ იმ დროინდელ ქართველებს, აი ამიტომ მან ასეთი საოცრება შეეძლო, მან გამოიჩინა ხელგაშლილობა და როცა სხვა არაფერი ჰქონდა, ტანსაცმელი გაყიდა ციხეში და იმ ტანსაცმლით მიღებული ფულით აჭმევდა იქ უპოვარ ქრისტიანებს. ანუ ამით მან კიდევ ერთი რამ გვასწავლა, რომ ქველმოქმედება ყველაზე დიდი რამ არის და თუ ადამიანს შეუძლია სხვას გაუწოდოს თავისი ლუკმა, სწორედ ეს არის მისგან კეთილშობილებისა და ღირსების ფაქტი. აბო ერთ-ერთი საინტერესო წმინდანია, როგორც გითხარით, ბევრ ვინმეს კიდევ გავს იგი, მაგრამ ჩვენ ამას გავაგრძელებთ შემდეგ გაკვეთილზე, ანუ რა სახესიმბოლოებით, რა სახელებით მოიხსენიებს მას იოანე საბანისძე. ახლა კი კეთილის სურვილებით, გემშვიდობებით, ნახვამდის.